თქვენ შედიხართ ორ ნაბიჯში, ყიდულობთ გაძვირებულ პროდუქტს, დიდრდება სახელმწიფო ჩინოვნიკი და მერე მიდიხართ სახლში, რთავთ ტელევიზორს და იგივე ჩინოვნიკი გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგადაა და ფასები გლობალური ომის პარტიამ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ წარმოგიდგენთ ტოპ 5 ფაქტს სურსათის მაფიაზე. მე-5 ადგილი. ოდესმე დაფიქრებულ ხართ ერთ მარტივ რამეზე. თურქეთში აი ყურის ძირში Kinderიც, Nescafeც და Arielიც ღირს ბევრად იაფი ვიდრე საქართველოში. ლოგიკური კითხვა, რატომ არ მიდის ქართული სუპერმარკეტი ვთქვათ სპარი თურქეთში? რატომ არ ყიდულობს იქ პროდუქციას იაფად და რატომ არ ყიდის აქ? იმიტომ რომ საზღვარზე დგას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და ეუბნება ზდეკ, შენ ამის შემოტანის უფლება არ გაქვს. საქართველოს ბაზარი დაყოფილია ფეოდალურ მამულებად. აქ მოქმედებენ ისეთი გიგანტები, როგორიცაა მაგალითად კომპანია დიპლომატი. ეს არის კომპანია, რომელსაც აქვს ექსკლუზიური კონტრაქტი მსოფლიო ბრენდებთან. ეს ნიშნავს მარტივ რამეს, მთელ საქართველოში ვერც ერთი მაღაზია, ვერც ერთი ჯიხური და ვერც ერთი ბებია ვერ გაყიდის ჯილეტის სამართებელს თუ ის არ გაიყიდა დიპლომატის გავლით. იმ ყავის ფასსაც, რომელიც თქვენ დღესდილით დალიეთ, დიპლომატი ადგენს. ის ამბობს, მე ამას მოგყიდით 20 ლარად. Plus ჩემი რისკის დაზღვევა, plus ჩემი მოგება და რაც მთავარია, ისინი აწესებენ ეგრეთ წოდებულ საბაზისო ფასს. ანუ დისტრიბუტორი კარნახობს ბაზრის ყველა მოთამაშეს. ამაზე იაფად ვერ გაყიდითო. ამგვარად კომპანია დიპლომატი საქართველოსთვის არის ყველაზე ზარალიანი დიპლომატი. რა თქმა უნდა, მაკა ბოჭორიშვილის მერე. ცხადია. წესით ქაღალდზე ჩვენ მყავს კონკურენტული ბაზარი. გვეუბნებიან, რომ Carrefour-სა და Spar შორის ომია. სინამდვილეში არანაირი კონკურენცია არ არის. არ დაიჯერეთ. ყველა სუპერმარკეტი პროდუქტს ყიდულობს ერთი და იმავე მონოპოლისტი დისტრიბუტორისგან. ერთი და იმავე ფასად. თქვენ არჩევანი გაქვთ არა ფასებს შორის, არამედ იმას შორის, რომელი ტერმინალით დაგაყაჩაღონ. საქართველოს ბანკის თუ TBC-ის. დაზოგვით კი მხოლოდ პარკის 10 თეთრი შეგიძლიათ დაზოგოთ, როცა გეკითხებიან, პარკით გინდა თუ პარკის გარეშეო. გაბრაზებულზე რომ მეუბნები, არ მინდა ხელით წავიღებით. კარგი, ჩადეთ. მაგრამ აქ ჩნდება ერთი ძალიან ლოგიკური კითხვა. ეს ყველაფერი, ექსკლუზიური კონტრაქტები, ფეოდალური ზონები, ფასების კარნახი, ბექა ყურშემ თუ იცის. ნუ თუ ირაკლი კობახიძეს არ აქვს ინფორმაცია. მაშინ რა საჭიროა ეს ცირკი? რატომ აანონსებს გამოძიებას? თუ პასუხი ისედაც მაგითაზე ვთქვას. ამაზე ჩემს ვარაუწოდნავ გვიან მოგახსენებთ. მანამდე კი ფასწარმოების კიდევ ერთ ფაქტორს შევხედოთ. მე-4 ადგილი. საიდან ჩნდება 86%-იანი ფასების ზრდა. კობახიძე არ ამბობს მთავარს, როგორ კეთდება ეს პროცენტი. თუ გონიათ, რომ სუპერმარკეტის დირექტორი ზის კაბინეტში და უბრალოდ ციფრებს იგონებს, ცდებით. ეს არ არის უბრალოდ მოგება. ეს არის სისტემური, ლეგალიზებული რეკეტი. მოდით ძალიან მარტივად ავხსნათ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ტაქსის მძღოლი. ამ ანალოგიაში ტაქსის მძღოლი არის მეწარმე. თქვენ გინდათ შეხვიდეთ აეროპორტში და აიყვანოთ მგზავრი. მაგრამ აეროპორტის შლაგბაუმთან ხდებათ ვიღაც ტიპი, რომელიც არ გიშვებთ და იწყებს პირობების წაყენებას. აქ რომ მანქანა გააჩერო და მგზავრმა საერთოდ დაგინახოს, ჯერ 500 ლარი უნდა გადაიხადო. ახლა თუ გინდა რომ მგზავრმა პირველ ხაზში დაგინახოს და არა სადღაც ბუჩქებში ჩაკარგული, დამატებით 200 ლარი დადო. და რაც მთავარია, ყოველი მგზავრის გადახდილი თანხიდან 10% ატკატი მე უნდა მომცე. უბრალოდ იმიტომ რომ მე ვარ. შედეგი რა არის? ძღოლი გამოდის და მგზავრს, ანუ მომხმარებელს ეუბნება. ქალაქის ცენტრამდე 20 ლარი კი არა, 100 ლარი უნდა გადაიხადო. თქვენ ბრაზდებით მძღოლზე, ანუ მეწარმეზე, ფიქრობთ რომ ის არის ღორი. სინამდვილეში კი თქვენი ფულის ნახევარი დარჩა იქ შლაგბაუმთან, იმ ტიპის ჯიბეში, რომელმაც უბრალოდ გაატარა მანქანა. აი ზუსტად ეს ლოგიკა მოქმედებს სუპერმარკეტებშიც. აი ესე დგება ის 86%. 86%-იანი ფასნამატი, მეგობრებო. მურვან ყრუს ბევრად მობიერი საკომისიოები ქონდა ჩვენთვის დაწესებული. საკომისიო კი არ უნდა ეწერო ჩეკის ბოლოში, არამედ ხარაჯა. და ბოლოს, ყველაზე ბინძური ფსიქოლოგიური ტრიუკი, რასაც ეს მონოპოლისტები იყენებენ. ეკონომისტები ამას რთულ ტერმინებს არ ქმნიან, მაგრამ მე მარტივად გეტყვი, შეჩვევის ეფექტი. აი დააკვირდით, როგორც კი მსოფლიოში ხორბალი ან ზეთი ძვირდება, საქართველოში ფასები იზრდება მომენტალურად. იმ წამსვე მიზეზი აქვს, ომია, კრიზისია, ძვირდება, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასები ეცემა? საქართველოში ფასები არ იცვლება. ან იცვლება ძალიან ნელა. რატომ? იმიტომ რომ მათ იციან ადამიანის ფსიქოლოგია. თუ თქვენ უკვე შეეგუეთ, რომ ზეთი 5 ლარი ღირს და ამ ფასად ყიდულობთ, რატომ უნდა გაგიიაფონ 4 ლარამდე? მხოლოდ იმიტომ რომ თვითღირებულება დაეცა? არა, მეგობრო. ისინი ფიქრობენ ასე. ხალხი 5 ლარს იხდის, ესე იგი შეუძლიათ გადახდა.
და ის სხვაობა, რაც დააკლდა თვითღირებულებას და არ დააკლდა ფას, მიდის პირდაპირ მათ ჯიბეში, როგორც სუფთა, ჰაერიდან მოტანილი მოგება. აი ამიტომ არასდროს იაფდება ცხოვრება საქართველოში. არა იმიტომ, რომ ეკონომიკა ვერ ქაჩავს, არამედ იმიტომ, რომ სამომხმარებლო პროდუქტების მონოპოლისტები კომფორტულად აფარებენ თავს კორუმპირებული ხელისუფლების კრიშას. და თუ გაინტერესებთ ბოლო-ბოლო ვინ არიან ისინი, ვისაც ეს ფული ჯიბეში მიაქვს, აი ახლა გადავდივართ ჩვენი რეიტინგის სამეულზე, სადაც დაგხვდებათ ნაცნობი სახეები, ნაცნობი გვარები და ძალიან ნაცნობი სქემები. მესამე ადგილი. მესამე ადგილზეა ბაზრის ერთ-ერთი გიგანტი. ყველასათვის კარგად ნაცნობი ნიკორა. ეს კომპანია არ არის უბრალოდ მაღაზია, ეს არის ეგრეთ წოდებული ინდუსტრიული ინტეგრატორი. რას ნიშნავს ეს? მათ აქვთ ყველაფერი. საკუთარი ფერმა, საკუთარი ხორცის ქარხანა, საკუთარი დღის პროდუქტები, საკუთარი თევზი და საკუთარი მაღაზია. იდეაში ეს ხომ კარგია, შუამავალი არ ყავს და ფასი დაბალი უნდა იყოს, არა? მაგრამ აქ ირთვება ქართული ეკონომიკის სასწაული, რომელსაც სატრანსფერო ფასწარმოქმნა ჰქვია. სქემა მუშაობს ასე. ნიკორას ქარხანა იღებს სოსის და მიყიდის ნიკორას მაღაზიას. ოღონდ მიყიდის ძალიან ძვირად. მაღაზია იღებს ამ ძვირ სოსის, ამატებს თავის მცირე მარჟას და ყიდის თქვენზე. თუ ვინმე სვამს კითხვას, რატომაა ძვირი? მაღაზია პასუხობს, მე რა შუაში ვარ, ძვირად ვიყიდე. არა და ვისგან იყიდა? საკუთარი თავისგან. მარჯვენა ჯიბემ მიყიდა მარცხენა ჯიბეს. მაგრამ ეს მხოლოდ ფინანსური ტრიუკია. თავარი პოლიტიკური ბომბი სხვა რამეში. იცით ვინ აფინანსებს ამ სქემას? თქვენ. აი რაშია საქმე. რამდენიმე წლის წინ ნიკორამ საკუთარ ქონებას 43 მილიონი ლარის ჰაერი მიაწერა. ანუ არ არსებობდა ეს 43 მილიონის ქონება. ისე მიაწერა, რომ კომპანიის შეფასება გაეზარდა. დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით ნიკოლას ეს 43 მილიონი არ აქვს. ახლა მთავარი კითხვა და ყველაზე საინტერესო. რაში დასჭირდათ ამხელა ტყუილი? რატომ გაბერეს თავისი კაპიტალი ჰაერით? იმიტომ რომ როცა ინვესტორთან მიდიხარ, მდიდარი უნდა ჩანდეს. და ვინ აღმოჩნდა ის ინვესტორი, რომლისთვისაც ეს სპექტაკლი დაიდგა? ვინ მიანდო ნიკორას ფული? ვინდა საპენსიო სააგენტო. დიახ, მეგობრებო, სახელმწიფომ აიღო ჩვენი, თქვენი, ჩემი, თქვენი მშობლების საპენსიო დანაზოგი და ჩადო კომპანიაში, რომლის კაპიტალი გაბერილია ჰაერით და რომლის 17%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ოლეგ გუბანოვი. ანუ ჩვენი ფული დააფინანსეს ბიზნესი, რომელიც დღეს ისე გაგვიძვირდა, რომ იქ შესვლის გვეშინია. და აი ფინალი. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. ქალბატონი ლამარა, 75 წლის პენსიონერი. ის შედის ნიკორაში, რომ იყიდოს 200 გრამი ძეხვი. უყურებს ფასს და ხედავს, რომ ძვირია. ის ითვლის ხურდას, არ ყოფნის და გამოდის მშიერი. იცით რა არის ამაში ყველაზე ტრაგიკული? ქალბატონმა ლამარამ არ იცის, რომ ის არის ამ მაღაზიის ინვესტორი. მან არ იცის, რომ მისი პენსია ჩადებულია სწორედ ამ სოსისის ქარხანაში. მისი ფულით ატრიალებენ ბიზნესს, რომლის პროდუქტსაც ის ვერ ყიდულობს. ხელისუფალი კი ქალბატონ ლამარას, რომელიც მთელი დღე მშიერი უნდა იყოს, ასუხად ასეთ რამეს ეუბნება. ვინმე შიმშილობს, ესე იგი ოპოზიცია მაშიმშილა ძველიდან მოყოლება. თუ მესამე ადგილზე ვყავდა კომპანია, რომელიც ფინანსური манипуляციებით გვატყუებს, მეორე ადგილზე ვყავს ადამიანი, რომელსაც არაფრის დამალვა არ სჭირდება. ის უბრალოდ კანონზე მაღლა დგას. კახა ბექაური. მისი ოფიციალური თანამდებობაა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე. ეს არის კაცი, რომელიც წყვეტს რომელმა ტელევიზიამ რა უნდა თქვას. მას აქვს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასი, თვეში 15700 ლარი. მაგრამ მეგობრებო, ეს ხელფასი მისთვის ხურდაფულია. ღამით კახა ბექაური იხსნის ჩინოვნიკის ჰალსტუხს და ხდება ოლიგარქი. ის ფლობს სუპერმარკეტების ქსელი ორი ნაბიჯის 33%-იან წილს. და იცით როდის გახდა ეს მილიონერი? ზუსტად მას შემდეგ, რაც სახელმწიფო თანამდებობაზე დაინიშნა. 2014 წელს, როცა ის კომისიაში მივიდა, ორი ნაბიჯი დივიდენდებს არ იძლეოდა. მას ჰქონდა ჩვეულებრივი ბინა და დანაზოგი. მაგრამ 2020 წელს, როცა ქვეყანა პანდემიამ ჩაკეტა, როცა ხალხი უმუშევარი დარჩა, კახა ბექაურმა კომპანიიდან ერთ წელიწადში აიღო 4,2 მილიონი ლარი. დღეს მის ანგარიშზე 5 მილიონი ლარი დევს. ოჯახი კი ფლობს 9 ბინას. წარმოიდგინეთ სიტუაციის აბსურდულობა. კაცი, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს 15000 ლარ ხელფასს, პარალელურად ფლობს ქსელს, რომელიც თქვენს უბანში ყოველ ორ ნაბიჯში დგას და ზრდის ფასებს. ამასთანავე კანონი ამბობს, რომ საჯარო მოხელემ ბიზნესის მართვის უფლება უნდა გადასცეს სხვას. მაგრამ კახა ბექაურს ეს არ გაუკეთებია. საჯარო რეესტრში ისევ თვითონ წერია მმართველი. და რა არის მისი პასუხი ამაზე? კომუნიკაციების კომისია მაღაზიებს არ არეგულირებს. ამიტომ მოსულა. ანუ რადგან ტელევიზორში არ ყიდის კიტრს და პამიდორს,
ინტერესთა კონფლიქტი არ არის. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მისი მეუღლე ეკაბერიძე ერთდროულად არის ორი ნაბიჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და GVP-ის კომუნიკაციების დირექტორი. წყვილმა ერთ წელიწადში მხოლოდ დივიდენდებით და ხელფასებით $900,000 მეტი აიღო. ანუ ეს ოჯახი აკონტროლებს, რას უყურებთ ტელევიზორში, რას ვჭამთ და წყალს, რომელსაც ვატანთ ამ საჭმელსა და კოშმარულ სიზმრებს. ახლა მითხარით, როცა მამუკა მდინარაძე და სუსი აცხადებენ, რომ სწავლობენ ფასებს, მივლენ ისინი კახაბექაურთან. დაკითხავენ მას, ეტყვიან, კახა, რატომ გაგვიძვირე მაკარონი? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ კახაბექაური არის სისტემის ხერხემალი. ის არის ივანიშვილის კლანის წევრი. ყვილად კი არ არის, რომ უკრაინას ის დასანქცირებული ყავს, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციებში მისი გვარი პირდაპირ წერია როგორც დემოკრატიის ტრის. მაგრამ საქართველოში ის ხელშეუხებელია. თქვენ შედიხართ ორ ნაბიჯში, ყიდულობთ გაძვირებულ პროდუქტს, დიდრდება სახელმწიფო ჩინოვნიკი და მერე მიდიხართ სახლში, რთავთ ტელევიზორს და იგივე ჩინოვნიკი გეუბნებათ, რომ ყველაფერი კარგადაა და ფასები გლობალური ომის პარტიამ გაზარდა.